მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია ჩვენი გადაცემა დღის შეჯამება და უნდა გითხრათ რომ ძალიან მალე ჩვენ გვექნება თქვენთვის ძალიან კარგი ამბები. მე არ მინდა წინასწარ და გითხრათ ამ ყველაფრის შესახებ, იმიტომ რომ ოფიციალურად დადასტურებამდე არ მინდა მოვლენებს წინ გაუსწრო და თქვენ ამის შესახებ პირველი გაიგებთ. როგორც ჩანს, ჩვენმა გუშინდელმა გადაცემამ და ჩემმა გამოსვლამ რაღაც გარკვეული შედეგი გამოიღო. მე მქონდა საუბარი, კარგად მოგესწენებათ, გარკვეულ პრობლემებზე, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით და არსებობს ამ ქვეყანაზე წესიერი პატიოსანი ხალხი. და მე იმედი არ დამიკარგავს იმისა, რომ საქართველო და ქართველი ერი არ არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და მარტო ნაცების მხარდამჭერებით არ შემოიფარგლება ჩვენი საზოგადოება. და ამას, როგორც გითხარით, ძალიან მალე თქვენ შეიტყობთ. უშუალოდ დღევანდელ ჩვენს გადაცემას რაც შეეხება, მე მინდა გუშინ მთელი ამბები იყო ატეხილი იმედისა და პოზიტივის დასანქცირებასთან დაკავშირებით და ბევრი ლაპარაკობდა ამის შესახებ, რა მოხდა, როგორ მოხდა და დიდი დრო დაუთმო ქართულმა მედიამ ამ ყველაფრის გაშუქებას, ანუ საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან ამ სანქციების დაწესებას TV კომპანია იმედისთვისა და პოზიტივისთვის, ანუ მათ ვეღარ მიეცემათ საშუალება ბრიტანული პროექტების განხორციელების, ასევე შესაძლოა საბანკო სექტორში რაღაც პრობლემები შეექმნათ, ანუ ხელფასები ვეღარ აიღოს თანამშრომლებმა საბანკო ბარათებით, რეკლამების შეზღუდვა მოხდეს, იმიტომ რომ იმის შიშით რომ ჩვენც არ დაგვასანქცირონ, იქ მოდით და ამ ყველაფერზე თავი შევიკავოთ. ეხლა სიმართლე რო გითხრები, იმე თუ ელოდება მე ხა აქედან სოლიდარობას გამოუცხადებ ტელეკომპანია იმედს, ძალიან ცდებით და ამას გეტყვით რატომაც. და რის გამოც ეს არ მოხდება. კახეთში ამაზე იტყვიან ბოდიში და პატრონიო იტყვიან. დაწყებას თქვენ თვითონ მიხვდებით რაზე არის საუბარი. იმიტომ რომ ეს ტელეკომპანია განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ნამდვილად არ იმსახურებს არანაირ სოლიდარობასა და არანაირ რაღაცა გარკვეულ მხარდაჭერას უშუალოდ ჩემი მხრიდანაც და უამრავი ქართველის მხრიდანაც. ეს ტელეკომპანია სისარტყელას ფერებივით იცვლის რაღაცა თავის მიდგომებს. ეხლა ძალიან დიდი კონსერვატორები არიან და მახსოვს როგორი თავგამოდებით უჭერდნენ მხარს სოდომიას და იმ ხალხს, რომლებიც გამოდიოდნენ სოდომის წინამდებ, მარგინალებს უწოდებდნენ. და 5 ივლისის საქმეც კარგად გვახსოვს, როდესაც ტელეკომპანია იმედი ჟურნალისტები ერთ-ერთი მოწინავეები იყვნენ, რომლებიც ითხოვდნენ იმ ადამიანების დასჯას, ვინც ამ პროტესტის გამო გამოვიდა. და ეს ტელეკომპანია იყო სხვათა შორის, რომელიც ითხოვდა ასევე და ითხოვდა კი არა, მათი მეშვეობით მოხდა ჩვენი დაჯარიმება ტელეკომპანია სეზონისა. ესე იგი, ჩვენ ტელეკომპანიას ესენი უწოდებდნენ რაღაცა პრორუსულს და მე ბევრი ვარ ვლაპარაკო, გაგახსენებთ მათ განცხადებას. ტელეკომპანია იმედის სეზონი TV-ს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივის საქმე ეხება რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი სეზონი TV-ს მიერ ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო მასალის უკანონოდ დამახინჯებულად გამოყენებას იმედმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უკვე მიმართა. გაცნობებთ, რომ ეგრეთ წოდებული სეზონი TV-ს საეთერო ბადეში განთავს და შპს ტელეიმედის მიერ დამზადებული მასალა საავტორო კანონმდებლობის სრული იგნორირებით ავტორის თანხმობის გარეშე. მეტიც სამართალდამღვრელმა გარდა იმისა, რომ მოახდინა მასალის რედაქტირება, როგორც ვიზუალური, ისე შინაარსობრივი კუთხით, რაც წარმოადგენს დამატებით კანონდარღვევას, მან ასევე საქართველოს კონსტიტუციისა და მისი სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ დაამახინჯა საინფორმაციო მასალის შინაარსი და მის
მაყურებელს შეუქმნა შეცდომაში შემყვანი განცდა, თითქოს ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი შინაარსის გამავრცელებელი ორიგინალი მასალის ავტორია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვითხოვთ, მოახდინოთ დროული და უმკაცრესი რეაგირება კანონდარღვევის მიმართ. დამატებით ასევე გაცნობებთ, რომ ჩვენთვის უცნობია, ეწევა თუ არა აღნიშნული კანონდარღვევი პირი ჩვენი სხვა მასალის ექსპლუატაციასაც, რის გამოც გთხოვთ კანონდარღვევის დაჯასთან ერთად მოახდინოთ ზემოხსენებული, ეგრეთ წოდებული ტელეარხის ეთერის მონიტორინგი და დასაჯოთ ის ჩვენი მასალის უკანონო გამოყენების ყველა სხვა ეპიზოდისთვის. დიახ, მეგობრებო, ესე იგი ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა, ეს იყო ზუსტად გეტყვით მე წელიწად ნახევრის წინ, როდესაც საქართველოში იყო აქციები, გამოსვლები, ნაცებისა, ჩვენ გავაკეთეთ გადაცემა და ყველა გადაცემას აქვს რაღაცა სათაური, მაშინ ჩვენ გადაცემას სათაური დავაწერთ ამერიკული მარწუხებისგან განთავისუფლება და ამ გადაცემას რო დავაწერეთ, იქ რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ საუბრობდით 1000 რაღაც თემებზე და ინფორმაციებზე და მაშინ ღარიბაშვილი ორბანს შეხვდა და იმედის გამოვიყენეთ ეს სიუჟეტი ორბანთან შეხვედრის, ამიტომ ახლა ტელეკომპანიას სეზონი ვერ გააშუქებდა ორბანის ვიზიტს, იმიტომ რომ ჩვენ ამის საშუალებაც არ ქონდა და ნუ რა თქმა უნდა, ესენი ხო ჩვენ პრორუსულად ვთვლიან და ჩვენ ახლა ეგენი იქ დაგვიშვებდნენ, ახლა როგორ წარმოვიგენიათ და ასე იგი რახან ეს სიუჟეტი გავიდა, როგორ ღარიბაში ხდება ორბანს და ამერიკული მარწუხებისგან განთავისუფლება. ამათმა მიიჩნიეს, რომ ამითი მათი უფლებები და მათი ღირსება შეილახა და აი იმ განცხადებაში უფრო დაწვრილებით, რაზე იყო აქ ხაზგასმა, მათ აი თავიანთ განცხადებაში, რომელიც მიმართეს კომუნიკაციის კომისიას ჩვენი დასჯის მოთხოვნით და სხვათა შორის დაგვსაჯეს კიდევაც ჩვენ ფულადი ჟარიმით, აი ეს განცხადება გამოაცხო ტელეკომპანია იმედმა. საქმე ეხება რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი სეზონი TV-ს მიერ ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო მასალის უკანონოდ და დამახინჯებით გამოყენებას. კერძოდ რუსეთის პროპაგანდისტმა სეზონი TV-მ ტელეიმედის მასალას შეუცვალა აღწერა და დააწერა ამერიკის მარწუხებისგან გათავისუფლების პროცესი დაიწყო. შემდეგ კი თავის ეთერში გაუშვა. ამასთან დაკავშირებით შპს ტელეიმედმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა. გაცნობებთ, რომ ეგრეთ წოდებული სეზონი TV-ს საეთერო ბადეში განთავსდა შპს ტელეიმედის მიერ დამზადებული მასალა საავტორო კანონმდებლობის სრული იგნორირებით, ავტორის თანხმობის გარეშე. მეტიც, სამართალდამრღვევმა გარდა იმისა, რომ მოახდინა მასალის რედაქტირება, როგორც ვიზუალური, ისე შინაარსობრივი კუთხით, რაც წარმოადგენს დამატებით კანონდარღვევას. მან ასევე საქართველოს კონსტიტუციისა და მისი სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ დაამახინჯა საინფორმაციო მასალის შინაარსი და მის მაყურებელს შეუქმნა შეცდომაში შემყვანი განცდა. თითქოს ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი შინაარსის გამავრცელებელი ორიგინალი მასალის ავტორია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვითხოვთ, მოახდინოთ დროული და უმკაცრესი რეაგირება კანონდამრღვევის მიმართ. დამატებით ასევე გაცნობებთ, რომ ჩვენთვის უცნობია, ეწევა თუ არა აღნიშნული კანონდამრღვევი პირი ჩვენი სხვა მასალის ექსპლუატაციასაც, რის გამოც გთხოვთ კანონდამრღვევის დასჯასთან ერთად მოახდინოთ ზემოხსენებული, ეგრეთ წოდებული ტელეარხის ეთერის მონიტორინგი და დასაჯოთ ის ჩვენი მასალის უკანონო გამოყენების ყველა სხვა ეპიზოდისთვის. ესე იგი, ჩვენ გვიწოდებდნენ ხალხო ესენი პრორუსებს, თურმე ამერიკული მარწუხებისგან განთავისუფლება ყოფილა შეურაცხყოფელი, დღეს თვითონ ამბობენ ამას, რომ ჩვენ ანუ ჩვენ რასაც ვიძახდით წელიწად ნახევრის წინ, დღეს თვითონ იძახიან ამას, მაგრამ მაშინ ჩვენ დასჯას ითხოვდნენ ესენი. ესე იგი, TV პირველზე და მაშინ ფორმულაზე ხმას ვერ იღებდნენ და ამერიკის ელჩიც ეს ეხლა არის, რომ ცოტა ხმა აღიმაღლეს ამ ყველაფრის მიმართ და მაშინ პირიქით ეს იმიტომ გააკეთეს, ამერიკის ელჩი ახალი ჩამოსული იყო და მაშინ უნდოდა დამტკიცება ამერიკის, რომ ჩვენ აი ხედავთ პრორუსულ ტელევიზია, ჯერა პრორუსული ჩვენ ვიყავით, ჩვენ პრორუსულები კი არ ვართ, პროქართული ტელევიზია ვართ, უბრალოდ ვითხოვთ რუსულ-ქართული ურთიერთობების დალაგებას. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. და ესე იგი, აი ამის გამო დაიწყეს ესე იგი შეტევა ჩვენს წინააღმდეგ და ნუ როგორც გითხარით,
ეს დასანქცირება, დაჯარიმება მოითხოვეს ტელეკომპანია სეზონისა და მიაღწიეთ სატარდეს ახლა ფულად ჯარიმა გამოგვიწვეს კომუნიკაციის კომისია ახლა იმედის წინააღმდეგ როგორ წავიდოდა სულო თავი გვემართლებინა და სულო რაღაცა არგუმენტები დაგვედო. არაფრის გამო ხალხურო რაღაცა სიუჟეტი გამოვიყენეთ ორბანისა და ეს ყოფილა მათი რაღაცა სხვა სიუჟეტი, ეს იყო ოფიციალური ვიზიტის ფრაგმენტი, იმიტომ რომ ხო უნდა გაგვეშვა ჩვენც ეს ფრაგმენტი. თუმცა მე გამოირკვა ყველაფერი რომ რა და როგორ და რანაირადაც ყოფილა და როგორ ხა ვინ აწყობდათ, ვინ არ აწყობდათ ამათ და ვისი ვიზიტების გაშუქება აწყობდათ, მაგრამ დღეს ეხლა ამ გადმოსახედიდან, როდესაც თავად ჩვენ გვებრძოდნენ და ჩვენს დასანქცირებას და ჩვენს დაჯარიმებას ითხოვდნენ, იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ გაცილებით უარეს მდგომარეობაში. პირველად ქვეყნის ისტორიაში ქართული არხები დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა. უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წლის თავზე ტელეკომპანია იმედი და პოსტივი იდენტური საფუძვლით 297 დასანქცირებული კომპანიის სიაშია. გაერთიანებული სამეფო წერს, რომ ეს ორი ქართული არხი განზრახ ავრცელებდა დეზინფორმაციას რუსეთის მიერ დაწყებული ომის შესახებ, ძირს უთხრიდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რეგულარულად ატყუებდა მაყურებელს მოკავშირეებზე. სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ ის ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ თავის აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია განთავსებული, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან უკრაინის დამოუკიდებლობას. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია. უკრაინა არის დასავლეთის მარიონეტი. უკრაინა არის კორუმპირებული ქვეყანა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას. იმედი და პოსტივი ისეთ კომპანიებთან ერთად დაასანქცირეს, რომლებიც რუსეთის ომის სპონსორებად მიიჩნევა. მათ შორის რუსული კამაზი და ნავთობის ტანკერები, ჩინური კორპორაციები და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული ლოჯისტიკური კომპანიები. ქართული არხების ყოფნა ამ სიაში რუსული დეზინფორმაციის გავრცელებით აიხსნება. გაერთიანებული სამეფო ტელეკომპანია იმედს და პოსტივის რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად მიიჩნევს და საკუთარ საგარეო პოლიტიკასაც ასე აყალიბებს. მათ ასანქცირებს, შესაბამისად უყინავს აქტივებს და უკრძალავს ბრიტანულ კომპანიებს მათთან თანამშრომლობას. Today is the 4th anniversary of Russia's რუსეთის უკრაინაში უკანონო შეჭრის წლის თავზე ბრიტანეთის მთავრობამ 300-ზე მეტ ორგანიზაციას და ფიზიკურ პირზე სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა. მათ შორის არიან რუსული ორგანიზაციები, რომლებიც ნავთობს ყიდიან. ასევე არიან არარუსული ორგანიზაციები, რომლებიც ნავთობით ვაჭრობენ. ამ დოკუმენტში მოხვდა ჩრდილოვანი ფლოტი, გემები და ასევე ის ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტის შელახვის მიზნით დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ. ასე რომ ეს არის დიდი პაკეტი. სანქციების ეს პაკეტი არის სიგნალი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ დიდი ბრიტანეთი დგას უკრაინის გვერდით და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ შევაჩეროთ რუსეთის ომის მანქანა და რუსეთის ინფორმაციული ნარატივები. დაფიქრდით, რას უყურებთ, ეს უკვე გერმანიის ელჩის გზავნილია. პიტერ ფიშერისთვის დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ლოგიკური გაგრძელებაა. გერმანელი დიპლომატი ტელეკომპანია იმედს და პოსტივის დიდი ხანია რუსული ნარატივის გამავრცელებლად მიიჩნევს და გვიყვება, რომ თავადაც როგორც გერმანიის ოფიციალური წარმომადგენელი, ბევრჯერ გახდა ამ ორი არხის თავდასხმის სამიზნე. I just learned about this now. ამ ამბის შესახებ ახლა გავიგე, ეს ბრიტანეთის სანქციებია, მე გერმანიას წარმოვადგენ. ამიტომ მხოლოდ მოკლე კომენტარი ჩემოვიფარგლები. ჩემი გამოცდილებით გეტყვით, ამ ორივე არხს ჩვენი საელჩო მონიტორინგს უწევს. მეც პირადად ხანდახან ვუყურებ ხოლმე. მე არ ვთვლი მათ ახალი ამბების არხად. მე მათ ვთვლი პროპაგანდისტულ ტელევიზიებად. ისინი რეგულარულად ავრცელებენ ნარატივს, რაც ჩემი აზრით არის ძალიან ახლოს რუსულ ნარატივთან. ჩვენ აქ განვიხილეთ, რომ დეზინფორმაცია არის რუსული აგრესიის ერთ-ერთი გამოვლინება. ეს დეზინფორმაცია მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ წინააღმდეგ, ევროპის კავშირის წინააღმდეგ, გერმანიის წინააღმდეგ. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ეს ორი არხი კი სულ ცდილობს ცუდად გამომიყვანოს, ისევე როგორც ჩემი ქვეყანა გამოიყვანოს ცუდად. მე ვერ ვიტყვი ეს რას ნიშნავს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ორი არხი არის პროპაგანდის საშუალება. შესაძლოა ეს მთავრობისთვის იყოს სიგნალი, რომ უნდა დაფიქრდნენ, რომელ გუნდს ირჩევენ. საქართველოს სუვერენული ქვეყანაა. შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს, მაგრამ სიგნალი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენ ვაკვირდებით, სად უჭერენ მხარს ჩვენი ქვეყნების ამ ძირის გამომთხრელ საქმიანობას და სად არა. თუ ესეთი კარგი, მეგობრული, დემოკრატიული ქვეყანა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, რომელიც არ იშლება როგორც ამას იმედი ამტკიცებს, დაფიქრდით, რას უყურებთ.
რუსულ ნარატივად მიიჩნევენ ამბების ისე გაშუქებას, სადაც უკრაინა დამნაშავეა, დასავლეთი კი ომის წამქეზებელი. დასავლურ სახელმწიფოებს ამ დრომდეც დაუსანქცირებიათ რუსული ტელეარხები, რომლებიც ომს მხარს უჭერენ და რუსეთისთვის სასარგებლო ნარატივს ქმნიან. პროკრემლისტურ არხებთან ერთად ქართული არხების დასანქცირება ოცნებისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალია, თუმცა დღეს ისინი იმედს და პოზიტივს იცავენ. დასკვნა არის ძალიან მარტივი და ეს მე შემიძლია პირდაპირ ამერიკელების სიტყვები გავიმეორო, როდესაც ჩვენ კონგრესშიც და სხვაგანაც მოვისმინეთ პირდაპირ ბრალდებები, რომ ევროპელები ახშობენ თავისუფალ სიტყვას. ამიტომ ჩვენი გადმოსახედიდან ეს არის ჩვეულებრივი თავისუფალი მედიის ალტერნატიული ხმის ჩახშობის მცდელობა. ოცნების დეპუტატი პროპაგანდისტული არხების დასანქცირებამ სიტყვის თავისუფლების მეხოთბედ აქცია, თუმცა ლევან მახაშვილმა იცის, რომ სანქცია არა არხის დახურვა და მათი გამოხატვის შეზღუდვაა, არამედ პასუხისმგებლობის დაკისრება. ივანიშვილის პარტიას ვკითხეთ, ელოდებიან თუ არა მედიის შემდეგ სანქციებს მათ წინააღმდეგ. კახა კალაძეს რომ დავუჯეროთ, დიდი ბრიტანეთის სანქცია არაფერს ნიშნავს. ეს არასამართლიანი დამოკიდებულება, რო ჩავიდეთ და ვიკითხოთ, ხო, აი, ძირეულად რა არის, აბა პრობლემა, რატო აღნიშნული ტელევიზიები არ არსებობს პასუხი. არ არსებობს არგუმენტები. ომის შესახებ შეთქმულების თეორიები, რომ დასავლეთი აკეზებდა უკრაინას ამ ომში. თეორიები რადგანაც მოусმინე განცხადებებს და ნახეთ რა პროცესები მიდის. ეს გადაწყვეტილება შეიძლება თუ არა იყოს განმაპირობებელი, რომ შემდგომ პოლიტიკური პირები დაასანქცირონ საქართველოში, აქცენტი მაქვს ქართულ ოცნებაზე. რაც უნდა ისქნოდაც. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვიცავთ, სანქცია არ არის ის, რაც უნდა ისქნოდაც. ნახეთ, პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოს ახორციელებს, ბევრჯერ თქვი და მარტივად გეტყვით, იმართულია იმისკენ, რომ ყოველთვის გათვალისწინებული და დაცული იყოს ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის და ქართული ხალხის. ტელეკომპანია იმედისთვის სანქციები უსამართლო და უსაფუძვლოა. დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას არხი ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა და დაწერა, რომ სანქციებს ფასი არ აქვს. ეხლა ჩვენ თუ რაღაცა ჯარიმით შემოვიფარგლეთ, მაშინ ესენი აგერ ეხლა სანქციების ქვეშ მოყვნენ. ეხლა ის რომ ეხლა ბრიტანეთის გადაწყვეტილება არასწორია, მაგას რა თქმა უნდა, ეხლა გვიხარია ეს ყველაფერი, მაგრამ თავად რასაც ემსახურებოდნენ, თავად რისი იდეალებიც ჰქონდათ, დღეს აი ყველაფერი უღმა დაუტრიალდათ. მე რა თქმა უნდა არ ვეთანხმები დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა შორს ვარ იმაზისგან, რომ ეს მომწონდეს, ეს არის არადემოკრატიული. მართლა, როდესაც საქართველოში ტელევიზიები ემსახურებოდნენ რაღაც გარკვეულ ანტიდემოკრატიულ და კაციჭამია რეჟიმს, მაშინ ხმარ ამოუღია არც გერმანიის, არც ბრიტანეთის, არც რომელიმე ქვეყნის ელჩი, რუსთავი ორი იყო ბოროტების მანქანა და მაშინ ესენი ჩუმად მდუმარეთ იყვნენ. და დღეს ეხა იმიტომ რომ მათ ინტერესებში აღარ შედის უკვე რაღაც გარკვეული ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკა, ამიტომ პოზიტივისა და იმედის დააკვე დასანქცირებას ითხოვენ და ეს მართლა დიდი დარტყმა იქნება, იმიტომ რომ ეს უკვე ხა ისედაც ტელეკომპანია იმედმა დაამთავრა რაღაცა მილიონობით ვალი დაედო და 1000 ლარად გაიყიდა ეს ტელევიზია, იმიტომ რომ ვალებში არ იხჩობა, კიდევ უფრო მეტი ვალი დაედება ამ ტელევიზიას ამ გადაწყვეტილების მერე ეს გარდაუვალია. იგივე პოზიტივიც ესეთ მდგომარეობაში იქნება. ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი, მაგრამ აქ ეხლა მე ეს ხალხი მებძოდა, ჩემ ტელევიზიას ემძოდა, რომელიც საბოლოოდ მიწასთან გაასწორეს და ეხლა მე როგორ უნდა გამოუცხადო ამათ სოლიდარობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხლა სერცული იქნება, იმიტომ რომ ჩვენ დაჯარიმებას, თან შეისწავლეთ ხო დააკვირდით, როგორი პათოსის განცხადება იყო შემდგომში, რომ შეისწავლეთ მათი შემდგომი მუშაობა. ანუ ესე იგი, ბოდიში და ეს რომ აი რაღაცა 37 წელი ყოფილიყო, ალბათ იტყვნენ დაახვრიტეთ ადგილზეო. აი ესეთი არაადამიანური, ესეთი ანტიჰუმანური, ესეთი ანტიდემოკრატიული განცხადებით შემოიფარგლენ თავად და დღეს ეხლა ლაპარაკობენ ჩვენ ჩაგრავდნენ. ხო კარგი ყოფილა ეს რაღაცა სანქციები, ხო? ჩვენს დასანქცირებასაც ხო ითხოვდით თქვენ. დღეს მიიღეთ ის, რაც დათესეთ. ბუმერანგივით დაგიბრუნდათ ის ბოროტება, რაც დათესეთ. და ეხლა თქვენი გულისთვის არც არავინ ჩავძაძებს არ შეაიცვამს და ეხლა იმ ცეკვავენ ვარსკვლავების და რაღაცა სულელური თურქული სერიალებს თუ არ შეხედავს ხალხი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ეგ იქნება ტრაგედია. ტელეკომპანია იმედი იყო ერთადერთი ბადრი პატარკაციშვილის დროს მართლა ტელევიზია, რომელიც
ემსახურებოდა ქართველ ხალხს და რომელმაც დიდი როლი ითამაშა სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟი, აი მაშინ იყო ტელეიმედი ხალხის ტელევიზია და იმის შემდგომ ჩვენ ამ ტელევიზიაში ამ ნაცებისა და ქოცების გარდა არავინ არ გვინახია და ეს არის მიუღებელი რა თქმა უნდა ჩვენთვისაც, მიუღებელი საზოგადოებისთვისაც და თან ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ კიდე იმ მოვლენებს რაც ხდება ბოლო პერიოდში ეხლა თქვენი ეს დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ ეს არის კონjunktურიდან გამოვლენილი, უბრალოდ თქვენ ესე გაწყობთ. თორე ხვალდაზე შეიძლება ისევ იგივე იდეოლოგიის მატარებელი გახდით. მე არაერთხელ მithქვია და მაშინაც ვთქვი, რომ აი ეს ქარდავა რო არის ეს ქალბატონი, რომელიც სტრასბურგში და ევროპის საბჭოში თუ პარლამენტში თქვენი წარმომადგენელი გახდათ ვამბობდი რომ ეს ქალბატონი არის ნაცებისა და აგრეთვე დასავლეთის გარკვეული იდეოლოგიის მატარებელი. დღეს ეს ქალბატონის გამოვიდა სხვათა შორის კარდავა და თქვა რომ აიო მეო მეჩი აღარ არის ხარ აი მეო ვამბობდიო რომ ევროპარლამენტი ამზადებდა ამ სანქციებს და ევროპის გარკვეული ქვეყნებიო და აი ესეც მოხდაო. ანუ ყველამ ხმა აღიმაღლა. ეხლა მე არ გამიკვირდება ჟურნალისტებმაც დატოვონ არავის არ სურს ამ დასანქცირებულ ტელევიზიაში მუშაობა, ბევრი ალბათ დატოვებს კიდევაც, იმიტომ რომ ყველას უნდა უცხოეთში ვოიაჟები და არავინ არ ისურვებს აქ, მაგრამ ეს ესეა. ეს ესეა, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის უშუალოდ იმ პოლიტიკის დამსახურება, რაც ტარდებოდა ბოლო პერიოდში ამ ტელეკომპანიის მხრიდან. და ამიტომაც იყო ალბათ რომ ამ ტელევიზიის დირექტორმა, მფლობელმა ტელეკომპანიის უпростоრეთ რუხაძემ დატოვა ეს გაყიდა ეს ტელევიზია, იმიტომ რომ იცოდა მან რომ რაც ელოდებოდა. მე როგორც ვიცი ჯაფარიძემაც დეპუტატმა პოსტივი დათმოწილები, ანუ ყველა იმიჯნება იმას რაც არის განწირული დასახუპავად. რაც შეეხება უშუალოდ აი ამ გადაწყვეტილებების შემდგომ განვითარებას, მე არ გამოვრიცხავ, შემდგომში კიდევ უფრო მეტი რაღაც გარკვეული წნეხი იყოს დასავლეთიდან სანქცირებების მიმართულებით უშუალოდ დასანქცირდეს უკვე სხვადასხვა ასევე ორგანიზაციები. მე არ გამოვრიცხავ რომ FIFA-დან და UEFA-დანაც საქართველოს გარიცხვის საკითხიც დადგეს. იმიტომ თუ ჩვენ გავაგზავნებთ რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობას, იმიტომ რომ ესე იგი თურმე ჩვენ აქ უნდა მშიერი დავიხოცოთ, თურმე ჩვენ აქ რუსებთან არ უნდა ვივაჭროთ, თვითონაც ვაჭრობენ და ჩვენ გვეუბნებიან და თვითონ ეხლა ამბობენ რომ სანქცირებული ყავთ რუსეთი, მაგრამ რა რიგ საკითხებში იგივე ენერგეტიკის მიმართულებით ევროკავშირი თავის ამერიკაც გარკვეულ კავშირში არის, კარგად იცით თქვენ რუსეთთან, ანუ რაც საჭიროა იმაში და რაც ჭირდებათ იქ ვაჭრობენ და ჩვენ ეხლა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ რაღაცა გარკვეული კავშირები გქონდეს, თორე მართლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში ქართველი ხალხი რაღაცა თუ ოდნავ მაინც უთქავს და რაღაცა პატარა სარგებელი თუ არის ისიც აღარ იქნება. და ხა ჩვენ რო კიდე რაღაცა ცოტა ფხა გამოგვეჩინა, კიდევ უფრო მე შემოსავალს გავაჩენდით, იმიტომ რომ დღეს მე მოსკოვში ვიყოფები და კარგად ვიცი რომ ამ სანქცირებას რომელიც მოყვა რუსეთისა, ჩვენ რო ცოტა ფხა გამოგვეჩინა, შეიძლება ჩვენი ქვეყნისათვის რაღაც სარფიანი გამომდგარიყო ეკონომიკური მიმართულებით შემოგვეტანა პროდუქცია, რომელიც გასული არის რუსეთიდან და ჩაგვენაცვლებინა რუსული პროდუქცია უფრო აქტიურად სოფლის მეურნეობის მიმართულებით, აგრეთვე სხვა მიმართულებებით გვემუშავა აქ და ამით ჩვენ ნამდვილად ამოვისუნთქავდით, მაგრამ ნუ ჩვენ ბოლომდე მაინც ვერ ვრისკავთ და ვერ ვაკეთებთ იმას რისი გაკეთება შეიძლება, იმიტომ რომ დღეს ეხლა არ ვიცი თუ ესენი ჩვენ გვეუბნებიან, მაშინ ჩვენ ხელისუფლება უნდა გამოვიდეს და რატო არ თხოვენ იგივეს აზერბაიჯანს, სომხეთის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენ კარგად ვიცით დღეს ევროპას, ევროკავშირს, ანუ სომხეთმა შეიძლება ივაჭროს რუსეთთან, აზერბაიჯანმაც, ამავდროულად მათთან ურთიერთობა გქონდეს, ჩვენ კიდე ესე იგი უნდა ვწიხლონ, უნდა გვირტყან, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ესე იგი მალჩიკ для битья. ეს არ არის სწორი მეგობრებო და ამას უნდა განცხადება, ამას უნდა საერთაშორისო ტრიბუნებზე ამის დაფიქსირება და თან ისიც უნდა რომ აი გაიხსენეთ მე ჩემთვის სათაყვანებელი და ჩემთვის საპატივცემულო
პრეზიდენტი ლუკაშენკო როგორ მოქმედებს. როდესაც დაინახეს, რომ ლუკაშენკოს და ბელორუსს ყავს პატრონი, როდესაც დაინახეს, რომ უსაფრთხოების ქოლგა არის საკმაოდ დიდი, მაშინვე შეცვალეს რიტორიკა. არეშნიკების დაყენება ბელორუსიაში, ასევე იმან, რომ იქ გარკვეული წილად ეკონომიკა არ ჩამოიშალა, დავინახეთ, რომ სანქციები აქით მოუხსნა ამერიკამ ბელორუსს და ამერიკის კონგრესის სენატის წარმომადგენლები საათობით ზიან ლუკაშენკოსთან. ანუ შენ რო რაღაცას წარმოადგენ, შენ რო რაღაცა გაქვს სოფლიოში რაღაცა ნიშა, შენ პირიქით პატივისცემით გეპყრობიან. და შენ რო ხარ მაჩანჩალა და შენ რო ხარ ბოდიში და არაფრის მაქნისი და რაღაცა გაურკვეველ რაღაცა ზონაში ხარ, არც იქით ხარ, არც აქით ხარ, იმ კაცის არ იყოს, არც იქანა მიმიღონ, არც აქინა მიმიღონ, საწავიდეო, ისე ვარ ჩვენ, არც იქით ვართ, არც აქით ვართ, სად ვართ, არც ვიცით. ხო და ამიტომაც არის რომ პატივს არავინ არ აგვცემს ჩვენ და რომ გქონდეს ჩვენ დაცულობის მაღალი ხარისხი რუსეთთან ურთიერთობა რო გქონდეს ჩვენ ეხლა რა თქმა უნდა ვერავინ ვერ გაგვიბედავდა ამას რომ ეხლა აქ ტელევიზიები დასანქცირებული ეხლა კიდევ ერთხელ მე ჩემი დამოკიდებულება ამ იმედის მიმართ კვეთრად უარყოფითია იმიტომ რომ ეს ტელევიზია ჩვენ გვებრძოდა წლების წინ მაგრამ ეხლა ბოდიში და რომელი ეხლა ბომბებსა და ტანკებს უშვებს ეს ხა იმედი რომ ეხლა იმის შემდგომ რაც დაასანქცინეს რუსული რაღაცა საწარმოები მძიმე მრეწველობისა თუ იარაღის წარმოებელი იქ შეიყვანონ ეხლა იმედი რა ვიცი ხა იმედში მე მგონი არ ამზადდება იქ ეხლა ავტომატები იარაღები რომ ეს ტელევიზია ასეთ საშიში იყოს მაგრამ ამათვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ როგორც ჩანს ფუნდამენტულად აუცილებელია ჩამოიშალოს ეს ხელისუფლება და იდეოლოგია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ მეგობრებო იმიტომ რომ ხა ეს ტელევიზიები არის იდეოლოგიის გამტარებლები ეხლა და ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით ეხლა TV პირველი არხი რატო არ დაასანქცინეს პირველი არხი არის მტარზე ვენოკი კაცის შვილს არ აინტერესებს პირველი არხი იმხელა ფულები მიდის იქა და ვის რაში აინტერესებს პირველი არხი აჭარის არხი აი გინდა ქონია გინდა არა არავის თავშიც ხაიხალე არა და სახელმწიფო ოფიციალურად ეხლა ტელეკომპანია იმედის და პოსტივის არ არის კერძო ანუ სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი არის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არის აჭარისა და პირველი არხი მაგრამ ეს არავის არ აინტერესებს იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის რომ ეს არის გაურკვეველი ტიპის რაღაცა წარმონაქმნი რომელიც არ ვიცი ეს არის პარაზიტი ტელევიზიები რომლებიც ხოლო ჭამენ შიგნიდან და არაფერს სარგებელს არ ვიღებთ. ეხლა ფეხბურთი თუ იქნება და რაგბი და იმაზე თუ გადართავ, კაცი მაგარხებს, თორე აი რატო უნდა უყურო ამ ტელევიზიებს ჩემთვის არ მოუდგენელია. აი არაფრით არ არიან საინტერესო. და ამიტომაც არის რომ ეხლა იდეოლოგიას ვინც ახორციელებს ის ტელევიზიები აგერ მოიჩექმნენ და რაღაცა მოხდნენ აი ამ დიდი წნეხის ქვეშ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეხლა რომ მე ველოდები და ალბათ ესე იქნება რომ კიდევ უფრო მეტი წნეხი იქნება ხელისუფლებაზე არ ჩერდებიან ესენი აი ეს ხალხიც რო დარბისი ქუჩა ესეც გარკვეული ნიშანია ხა ჩვენ კი ვამბობთ რომ აი რა არის მარგინა მაგრამ ესენი ამითი უნდათ რა აი ქართული ხალხი არ ჩერდება იმ 50 კაცს რომელიც იქ რუსთავაზე დარბის ისეთ კარტინკაში შეფუთავენ რომ იქ 50 კი არ არის რეალურად 5000 10000-ია ამა 100 ანახებენ იქ ტრამპს და 100 ანახებენ ევროპაში რეალურად ადამიანებს და მე კიდე ხა ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ჩვენ ეხა უნიკალური შანსი გვაქვს რომ რაღაც აი დაუსხლდეთ ამერიკას და ევროპას აი ეს შანსი გვაქვს იმიტომ რომ ისეთი წნეხი და ამერიკის შეერთებული შტატებიდან არ აქვს კაცმა არ იცის ეხლა ამერიკის შემდგომ არჩევნებში ვინ მოიგებს და ვინ გახდება პრეზიდენტი ეხლა ტრამპი ასე თუ ისე მაინც ლოიალურია ჩვენი ქვეყნის მიმართ და იქ თუ მოვიდნენ კლავაც ჩვენ ვიხილეთ ბაიდენის მსგავსი პერსონები მაშინ ჩვენ არნახული წნეხის ქვეშ ვიქნებით. ეხლა თუ ევროპა გვირტყამს, ეხლა ამერიკის შეერთებული შტატების დაწმები უფრო მძაფრი იქნება და მონაგონი იქნება ევროპა. ამიტომ ეხლა გვაქვს ჩვენ აი მართლა უნიკალური შანსი, რომ აი რაც ჩვენ იმ გადაცემის გამო რომ ესე იგი იმედმა გვიჩივლა და სანქცირება მოითხოვა ჩვენი, აი ეს ამერიკული მარწუხებისგან განთავისუფლება რეალურად მოვახდინოთ. აი ამის შანსი გვაქვს. და ეხა იმის ლაპარაკი ამის დრო არ არის უი ეხლა ამას გვიზამენ იმას რა ქვია უიზომ იმოსვლას გაგვიჩერებენ ეხა ასეთი შიში ყოველთვის გაგიჩერებენ ბოდიში და
ხალი არის ორსულად, ან არ არის ორსულად. ეხლა ან უნდა წახვიდე აქიდან, ან უნდა გადაინაცვლო სხვა ვექტორში, ან არა და ესე გაურკვევლობაში გაჭედილები რო ხარ, არც იქით და არც აქით, ეს უფრო რაღაცა ძალიან დიდ პრობლემას ქმნის ჩვენი ქვეყნისათვის და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რაღაცა უნდა შევცვალოთ. მით უმეტეს ეხლა აგერ იძაბება სიტუაცია ძალიან რეგიონში, აგერ ვლადიმერ პუტინმა გააკეთა განცხადება, რომ შავი ზღვის ქვეშ არსებული ის გასადენები, რომლითაც ევროპას მიეწოდება გაზმომარაგება და თურქეთს, შესაძლოა მოხდეს დივერსიის ქვეშ, ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაციაო. Наша оперативная идет тоже в СМИ сегодня должна быть, наверное, уже если не успел ничего посмотреть, но речь идет о возможном взрыве газовых наших систем по дну Черного моря. Это так называемый турецкий поток и голубой поток. Никак успокоиться не могут. Не знают, что сделать, чтобы разрушить вот этот мирный процесс с попыткой урегулирования дипломатическими средствами. Все делают для того, чтобы совершить какую-то провокацию и сломать все, что, так аккуратно скажу, достигнуто на этом переговорном треке. Но об этом еще в закрытом режиме поговорим. ეს კიდე დიდ ექსკალაციას გამოიწვევს სოფლიოში და რეგიონში. თქვენ ატყობთ სადამდე მიდის საქმე, რომ მიდის რეალურად ენერგეტიკული ობიექტების განადგურებაზე საქმე, იმიტომ რომ ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი ამ განცხადებას ნამდვილად ვერ გააკეთებდა და მოხდება ის, რომ ქვეყანაში შეიძლება შეიქმნას ძალიან ისეთი კრიტიკული სიტუაცია ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ამ ენერგოობიექტებზე დავდასხმა და აი ამ გაზის აი ამ მილების განადგურება გამოიწვევს იმას, რომ ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნება და უნდა გითხრათ, რომ საქართველოს ამ ყველაფერს მზად უნდა შეხვდეს. ჩვენ ეხლა რაღაც ამ ბოლო პერიოდში დაიწყო ამ ნამოხვან ხესის ირგვლივისებ საუბარი. ეხლა ვინმეს თუ გონია 1 წელიწადში და 2 წელიწადში ჯერ ეგრეთი ეს ამ ხესთან დაკავშირებით ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პოზიცია, მაგრამ თუ ვინმემ დაიწყო ამის კიდევ შექმნაზე რაღაც საუბარი, ეს ეხლა როდის გაკეთდება ან ენერგეტიკული მიმართულებით კიდე როდის რა იქნება, კაც მარიცის მე პირადად წინააღმდეგი ვარ ამ ჰესის შენებლობის, ჩვენ უფრო უნდა მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული ობიექტების შექმნაზე, აი მაგალითად სულ რამდენიმე ხნის წინ აზერბაიჯანში შეიქმნა ქარის ელექტროსადგურები, რომელიც ჩვენთანაც არის სხვათა შორის გორთან ახლოს. Азербайджан делает ставку на возобновляемые источники энергии. Одним из ключевых проектов, направленных на достижение устойчивости и снижение углеродного следа, является строительство ветряной электростанции ХЗ-Апшерон. Самый большой в Азербайджане на Кавказе ветропарк будет иметь мощность 240 мегаватт. Проект, на реализацию которого выделено более $300 миллионов, ведет саудовская компания Aquapower. Богатый ветроэнергетический потенциал Азербайджана, большой интерес к сфере зеленой энергетики и созданная в стране благоприятная среда для иностранных инвестиций обеспечили хороший стимул реализации этого проекта. Станция позволит существенно увеличить долю чистой энергетики в общем энергобалансе Азербайджана. Ежегодно станция будет производить около 1 миллиарда киловатт-часов электроэнергии, что позволит сэкономить 220 миллионов кубометров природного газа и сократить выброс углекислого газа на 400 тысяч тонн. Этой энергии будет достаточно для обеспечения электроэнергии 300 тысяч домохозяйств, что является важным вкладом в устойчивое развитие Азербайджана. На сегодняшний день уже установлено 4 турбины, каждая из которых способна генерировать значительный объем электроэнергии, используя мощные потоки ветра, характерные для данной местности. А полное завершение строительства и ввод станции в эксплуатацию ожидается к концу текущего года. На станции устанавливаются современные высокоэффективные ветряные турбины. 100-метровые башни оснащены лопастями длиной 84 метра. Именно они будут улавливать силу ветра для выработки электроэнергии. В рамках проекта будет установлено 37 таких турбин мощностью 6,5 мегаватт каждая.
Проект охватывает 36 гектаров земель в Обширонском и Хызынском районах. В Обшироне будут установлены 12 ветротурбин общей мощностью 78 мегаватт, которые будут производить более 300 миллионов киловатт-часов электроэнергии в год. В Хызы планируется установка 25 турбин общей мощностью 162 мегаватта и годовым производством свыше 600 миллионов киловатт-часов. К концу года планируется завершение строительства и ввод в эксплуатацию данной ветроэлектростанции. Эти электростанции представляют собой сложные масштабные сооружения. Вес каждой установки превышает 500 тонн. Основные трудности связаны именно с крупными габаритами оборудования. До этого времени была проведена значительная работа по его доставке в страну и решению логистических задач. В настоящее время все основные компоненты турбин, в частности лопасти, уже доставлены на установочные площадки. Проект «Хызы-Обширон» — это лишь первый шаг на пути к масштабному развитию возобновляемой энергетики в Азербайджане. В мае прошлого года Министерство энергетики и Аквапауэр подписали два важных соглашения. Исполнительный договор по созданию аккумуляторной системы хранения энергии мощностью 200 мегаватт и рамочный договор по строительству новой ветряной электростанции на суше мощностью 200 мегаватт. Есть на перспективу и другие интересные проекты. Аквапауэр планирует ежедневно приснять 300 тысяч кубометров морской воды в Азербайджане. Учитывая, что 70% водных ресурсов формируются за пределами страны, этот проект станет стратегическим шагом в направлении устойчивого водоснабжения. Мы намерены в кратчайшие сроки заключить необходимые контракты, приступить к работам и завершить строительство объекта в течение 2,5 лет. На данный момент одним из приоритетных направлений является строительство офшорных ветроэлектростанций. Завершается определение подходящих акваторий, согласование с профильными ведомствами близится к концу, и в ближайшее время документы будут представлены Кабинету министров. К проекту проявляют интерес многие компании, уже ведутся переговоры. Вскоре планируется проведение ветровых измерений в выбранных морских зонах, начало мониторинга и выбор производителей оборудования. Новые инициативы закладывают основу для расширения сотрудничества. В долгосрочной перспективе стороны обсуждают совместные проекты общей мощностью 2,5 гигаватта, включая как сухопутные, так и морские ветроэнергетические установки. Нармина Хамбабаева, Наиб Гаджиев, CBC. Რატო აზერბაიჯანმა თუ შეძლო ეს ჩვენ არა გვაქვს ამის საშუალება რელიეფიც გვიწყობს რომ ეს მახინა ჰესები რომელიც ყვალდაზე შეიძლება დიდი უბედურების საწინდარი გახდეს გავაკეთოთ ის რაც გააკეთა აზერბაიჯანმა ხალხო ხო შეიძლება ეს გავაკეთოთ ჩვენ ამიტომ მე ერთი რამე მინდა გითხრათ რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ ქვეყანის უსაფრთხოება ეკოლოგიის თუ ენერგეტიკული, ასევე სხვა მიმართულებით დაცული უნდა იყოს, ამას ვლაპარაკობ მე დიდი ხანია. აფხაზეთი და ცხინვალის დაბრუნება კი არა, რაც გვაქვს, ისიც არ დავკარგოთ, იმიტომ რომ ჩვენ ყოველ ფაქტიურად საუკუნეში ვკარგავთ ტერიტორიებს და იმას ვიძახით დავიბრუნოთ და აქით ვკარგავთ. ეხლაც აი ამ ხელისუფლების პირობებში დავით გარეჯი, რომელიც შეიძლება პატარა ტერიტორია, მაგრამ ეს არის მეორე იერუსალიმი ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენ ფაქტობრივად დაკარგული გვაქვს. იქ ადრე სააკაშვილმა აფხაზეთი ცხინვალის რაღაც ტერიტორია, მანამდე შევარდნაძემ დაკარგა ტერიტორიები და აი ესე გრძელდება, ვკარგავთ და ბოლოს ალბათ არ ვიცი, აი რა დაგვრჩება არც ვიცი და ამიტომ ერთადერთი რამაც შეიძლება საქართველოს უსაფრთხოება და ჩვენი ეროვნული იდენტობა შეგვანარჩუნებინოს, ეს არის ერთადერთი ქვეყანა, ვინმეს უნდა არ უნდა, ეს არის რუსეთი. და მე ამიტომაც როდესაც ჩვენ პრორუსულს გვეძახიან, ეს ხალხი, ეს ტელეკომპანია იმედის ხალხი გვეძახდა ეს პრორუსული ტელევიზია, დადგება დრო, რომ პირველები ეგენი ჩავლენ მოსკოვში და ეგენი იტყვიან, ჩვენ ვართ პრორუსულებიო. მე ხო ვიცი ესე მოხდება. ჩვენ არავითარი პრორუსულები არა ვართ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ რა იდეოლოგიასაც ჩვენ ვახორციელებდით მაშინ და ეხლაც იმისი მატარებლები თვითონ იქნებიან და მე ამას 100%-ით გეუბნები თქვენ, მაგრამ ეს შეიძლება იყოს გვიანი უკვე. მაშინ ეხა თუ ჩვენ რაღაცა თემებზე ვლაპარაკობთ, ხვალ იქნება უკვე იმაზე ლაპარაკი რუსეთთან, რომ აი რაც გვაქვს ის მაინც შეგვანარჩუნებინეთ და იქ იმაზე აღარც იყოს ლაპარაკი რაღაცა სხვა რაღაც ტერიტორიებზე. ამიტომ ყველაფერს აქვს თავისი დრო, ყველაფერს აქვს თავისი რაღაცა საფუძვლები, თავისი მექანიზმები და ეხლაც აი როდესაც ეს ჩვენ ვხედავთ
TV პირველში როგორ ხარობენ იმითი რომ აი ეს დასანქცირება მოხდა, ეგერ გამოდის ელჩები ლაპარაკობენ რომ ჩვენო არც უყურებთ ამ ტელევიზიებს, ესენი ამის მატარებლები არიან. ეს არის ლოგიკური შედეგი იმისა, რა პოლიტიკასაც ვაწარმოებთ ის მივიღეთ. რო შევაჩვიეთ ეს ელჩები და ეს დასავლეთი იმას, რომ მონურ მდგომარეობაში ვიყავით, დღეს ეხა მონამ რო ხმა აღიმახლა, მეყოფ ამდენი დარტყმა ზურგში და მეყოფ ამდენი წიხლიო მოგიტრიალდა და გითხრა შენ როგორ ბედა ამ ხმის ამოღებას შენ ნაძირალა შენაო და ჩაწიხლვა დაიწყეს ჩვენი. აი ეს განიძრახეს ამათმა აი ამ განცხადებებით. მეგობრებო, ყველაფერს აქვს თავისი დასასრული, დასაწყისი, მონობასაც აქვს დასასრული. ჩვენ ეს მონობა უნდა დავასრულოთ დასავლეთთან ოფიციალურად. ეხლა, როდესაც ერთია, როდესაც შენ განცხადებას აკეთებ, დასავლეთი ცუდია, ნატო ევროკავშირის ის პოლიტიკა ცუდია და მეორეს მხრივ მიდიხარ იქა და სტრასბურგში ითხოვ რუსეთის დაჯდას და შეერთებას სანქციებს, ეს უკვე არის შიდა მოხმარებისთვის ეს განცხადებები და ეს არავითარ გარკვეულ საფუძველს არ იძლევა ეს განცხადებები, რომელიც კეთდება იმისა რეალობაში, რომ ჩვენ მართლაც გავემიჯნოთ დასავლეთის ინტერვენტულ პოლიტიკას. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც რეალურად უნდა მოხდეს დოკუმენტურად და ნორმატიულ ბაზაზე. ანუ ჩვენ თუ გვინდა რომ განთავისუფლდეთ, ეს უნდა მოხდეს რეალობაში და არა შიდა მოხმარებისთვის გაკეთდეს განცხადებები. თუ ვაკეთებთ ნატოზე განცხადებას, თავდაცვის მინისტრი არ უნდა გარბოდეს ნატოში, რომ ნატოში ჩვენს ყოფნას ითხოვდეს. თუ ევროკავშირს ვემიჯნებით, იქაც უნდა ანალოგიური განცხადებები გაკეთდეს. თუ ამერიკის პოლიტიკას ვეწინააღმდეგებით, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა ჩვენს შიდა და გარე მოქმედებებშიც უნდა ავსახოთ და ახლა თუ კი მარტო აქ ერთს ვილაპარაკებ, იქ სხვას ვილაპარაკებთ, ამას არავითარი პროდუქტიული ნაბიჯები არ მოყვება და ამიტომ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს გადავდგათ ეს ნაბიჯი და ბოლო ქნათ ის რისი გაკეთებაც აქამდე უნდა მომხდარიყო, გამთავისუფლდეს დასავლეთის და ამერიკის მარწუხებისგან. იმას, რასაც ჩვენ ვიძახდით წლების წინ, მე პირადად სხვადასხვა ტელევიზიებში და რის გამოც გვებძოდა ტელეკომპანია იმედი, რომელიც დღეს თვითონ დასანქცირდა, რეალურად უნდა განხორციელდეს დღეს. თვალ იქნება ძალიან გვიანი.